კაი, ძალიან ლეგენდა მომენტი არის. Tofu session-ის პირველი პოსტერი, კიდე პირველი პოსტი უნდა დავდოთ. Tofu session-ის და სანამ დავდებთ გაჩვენებ როგორი არის. Okay, მოგესალმები. მე ვარ ნიკა, ჩემს ასეულ სახელი როე ვარ დატო და დღეს ფორმატიც და ლოკაციაც განსხვავებული იქნება. პრინციპში სტუდიიდან გამოვედი გარეთ ტერასაზე და ვისაუბრებ Tofu სესიაზე, Tofu sessions. ეგეთი ივენთების სერიას ვიწყებთ და მინდა მოგიყვე, რატო გამიჩნდა იდეა მაგ ივენთების შექმნის, ვინდა უკრავს, რა ღირებულებებს ატარებს და ასე შემდეგ. რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და მინდა გაგიზიარო. იდეაში, თავი ინფო არის, რომ 26 ივნისი იქნება ბაპტისტურ ეკლესიაში 8 საათზე გაიღება კარები. და ხო, line-up-ი ჩავსვამ, ისე ქვია, პოსტერს. იდეაში ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული დღე მქონდა, ძალიან პოლარული გამოცდილებები იყო, ორივეგან იყო მუსიკის მოსმენა, მაგრამ სულ სხვადასხვა გამოცდილებები იყო. ერთი იყო ბაპტისტურ ეკლესიაში, სადაც ეს ივენთი ტარდება, არ არის ეს შემთხვევითი ადგილი რომ შეირჩა და იყო ambient სესიები, Firefly session ეს ერქვა. ფანტასტიკური ეს იყო პერფორმანსები იყო, მე ვუსმენდი, ვიჯექი და მედიტირებდი. და იყო ფანტასტიკური. ძალიან ღრმა გამოცდილება იყო, ძალიან მუსიკის მოსმენის ეგ კულტურა, რომ ვიჯექი და საინტერესო ექსპერიმენტალურ ambient-ს უსმენდი. მეორე დღე იყო, ჩემს მეგობარს ჰქონდა პრეზენტაცია ერთ-ერთ კლუბში, ალბომის, რომელზეც 3 წელი მუშაობდა ალბათ. და ცოტა ის ჰქონდა, რა ქვია, შოკი იმით, რომ ფაქტიურად განცდა დამჭა, რომ არავინ არ მოусმინა საერთოდ რა დაუკრა რა. ბარი იყო, სადაც ძალიან ბევრი ხმაური, ძალიან ბევრი ალკოჰოლი, ძალიან ბევრი ეს ხო წარმოიდგინე 50 ადამიანი ბარში რა ხდება, ხო? და ეგეთ ფორმატში მუსიკის მოსმენა გიწევდა თან. იმის გარდა რომ მე ვერ მოვისმინე ამ ხმაურში, მგონია რომ არც იყო ეგ გარემო რომ მოისმინეთ იმ ადამიანებს ეგ ალბომი და მუსიკა მით უმეტეს ძალიან საინტერესო მუსიკა იყო. და მე რაღაცნაირად ძალიან დაკავშირდა ეგ ორი დღე ერთმანეთთან და მივხვდი რომ seated listening-ის ფორმატი არის ყველაზე საინტერესო და ყველაზე ღირებული ფორმა მუსიკის გადაცემის შემთხვევაში. მე როგორც მუსიკოს მინდა რომ მსმენელმა ეგეთი ყურადღებით და დაკვირვებით მოისმინოს და როგორც მსმენელმა ზუსტად ეგრე მინდა რომ მოვისმინო. ვიჯდე ჩემი ის კონდეს რაღაც პატარა გარემო, სადაც ვზივარ, სკამი თუ რაც არის, რომ კომფორტულად ვიყო და მოვუსმინო მუსიკას. და იდეაში Tofu სესიის ღირებულება ერთ-ერთი მთავარი ეგ არის, რომ იქნება seated listening ფორმატები. იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცნაირად არტისტისთვის, რომელიც მუსიკაზე ძალიან ბევრს ფიქრობს, ესე შუაგზაში ეს სანამ მივა მსმენელის ყურამდე, ამდენი ხმაური ეს ალკოჰოლი ეს რაღაცა მთელი ქაოსი რაც ხდება კლუბებში და ბარებში ძალიან კარგავს იმ მესიჯს რა რაც შეიძლება მე ნებისმიერმა არტისტმა ჩადოს და თითქოს ქართულ unseen არ ვიცი როგორ შეუმჩნევლად იმშევა რა ქვია იკარგება რა ეს შენი მესიჯი როგორც არტისტის რა ხო კიდე ერთი დეტალი რაც მე ჩემს თავზე შეამჩნია როცა ვდგავარ ყოველთვის უფრო მეც ვფიქრობ სხვები როგორ აღმიქვავენ ეს ვიზუალური ნაწილი იქნება თუ რა ვიცი ნებისმიერი რაღაც ან უფრო ვფიქრობ სხვა რას ვფიქრობ ჩემზე როცა ვდგავარ როცა ვზივარ არ ვიცი რატო არის ეგრე მაგრამ ეგ ასპექტი საერთოდ გათიშული აქვს ტვინს რომ ეხლა მე უნდა ვიფიქრო რომ რაღაც ვიღაცა ჩემზე რას ფიქრობს საერთოდ არის ჩემს კაფსულაში ვარ და უფრო ვიძირები და იდეაში ამ ფორმატის სესიების მთელი მუღამი ეგ არის რომ ჩაიძირო გამოცდილებაში რა როგორც კინოთეატრში როგორც რა ვიცი თეატრში კინოში კლასიკურ მუსიკასაც აქვს ფორმატი რო აი რაღაც ჩაყვინთო რა იგივე ფორმატი მინდა რომ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას კონდეს რა თანამედროვე მუსიკა რაც კეთდება მინდა რომ მაგ ფორმატის ივენთები იყოს უფრო მეტი მაგიტო არის Tofu სესიაც მაგიტო გაკეთდა და ამასაც კიდე რამოდენიმე ღირებულება მოდის რა ანუ რომ ეს არის უფრო აი შიგნით მინდა მსმენელი ჩავიდეს უფრო როგორ თქვა, უფრო ექსპრესიული ის კი არ იყოს, ცეკვა მაგალითად ხო კლუბში რომ მივდივარ და ცეკვა ძალიან ექსპრესიული ფორმა არის და ფანტასტიკური გამოცდილება არის ყოველთვის როცა მივდივარ ცეკვა. და ალტერნატიული ფორმა რო კი არ გავიდე გარეთ, პირიქით შევიდე შიგნით და დავაკვირდე რაღაც პროცესებს. ეგეთი ფორმატის ივენთები იშვიათი არის ხოლმე. ამიტომაც
ჩემთვის ეგ უფრო საინტერესო არის ახლა. რა თქმა უნდა, ანუ ის აუცილებელი არის ცეკვაც, აუცილებელი არის გართობა, ეგ შემადგენელი ნაწილი არის, უბრალოდ ფორმა მინდა იყოს სხვა რა. ასევე მნიშვნელოვანი არის დრო. ჩემთვის ძალიან რაღაცნაირად ერორი არის, რომ ღამის 2-ზე, ღამის 3-ზე რო იწყება რაღაც ივენთები და ანუ ჯერ სულ რო საერთოდ ყველაფერს თავი დაანებო, სხეულისთვის ძალიან დიდი დესტრუქცია არის, ეგრე გვიანდაძინება, სულ რო ყველაფერს თავი დაანებო, იქ რაც ხდება, ანუ დასალევი ისა მაგას რო დაანებო. კაი, ეხლა line-up-ზე რა. დაუკრავს ბარქოუდი, რომელიც არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი. მე დაუკრავ ჩემს live-sets და ლევან შანშიაშვილი და მასა დაუკრავენ modular ambience ძალიან საინტერესოს. კიდე ერთი ნიუანსი ძალიან მნიშვნელოვანი რაც შევამჩნიე რა, იყო რომ გერმანელ არტისტთან კომუნიკაცია იყო ძალიან სასიამოვნო და რატო? და თითქმის ძალიან იშვიათად შემხვედრია ქართველი არტისტი ეგეთი ორგანიზებული პრეს რელიზი რომ მოთხოვე, ახლა ალბათ ჩავსვა მე ვიდეოში აქ გამომიგზავნა იმდენად სტრუქტურირებული და ორგანიზებული ფაილი, თავისი პრეს ფოტოები, ბაიო, თავისი ტექნიკური რაიდერი, ვიდეო მასალა რაც შემეძლო გამომეყენებინა. ხანახან არის ხოლმე რაღაც ივენთებს რო ვაკეთებდით, ანუ გიწევს რომ ძალიან ბევრჯერ მიწერო არტისტს, რომ ეკთხო ეს გამომიგზავნე, ეკთხო ვის გამომიგზავნე და რაღაც მომენტში ანუ ინდუსტრიისთვის საჭირო არის რომ არტისტები ესე ორგანიზებულები ვიყოთ რა, ამარტივებს ძალიან პროცესს და მაგით ძალიან გაოცებული ვიყავი, ძალიან როგორც ორგანიზატორი არის ძალიან გაოცებული ვარ მაგით რომ იდეაში ესე ხდება ხო? ანუ ჩვენთვისაც რაღაცნაირად ის იყო რა ქვია რომ მიჩვეული რო ვარო, ბევრჯერ უნდა მიწერო, მოკითხო, მე დაურეკო და ამ ტიპს ყველაფერი გამზადებული ქონდა რა. ხო. პრინციპში მეც ჩემი live-set-ი ძალიან დიდი ხანი არ დამიკრავს. მე მგონი 1 წელიწადია live-ი არ დამიკრავს. ძალიან მონატრებული ვარ, ძალიან საინტერესო გამოდის და გამოვიდა თითქმის დავასრულე უკვე მუშაობა. მოდულარი დავაინტეგრირე პირველად ჩემს live-set-ში და არის ტოპ საინტერესო. არ გამოტოვო 26 ივნის 8 საათზე ბაპტისტურ ეკლესიაში მოდი. არის უიაფესი, ანუ 10 ლარი დავადეთ ფასი, ეს არის დონაცია, რომ მე ტოფუმ რაღაცნაირად გააგზავნო სიცოცხლე. მაგისთვის არის, ანუ არ ვიცი რა, ლუც ვერ იყიდი 10 ლარად მართლა. ამიტომ თუ გექნება დრო, აუცილებლად მოდი არ გამოტოვო ეს ივენთი. ძალიან საინტერესო მუსიკა იქნება გვირდები და ეს ესეები გაგრძელდება, თუ ეს ღირებულებები რაღაცნაირად კავშირდება შენთანაც, გთხოვ რომ ტოფუს page გამოიწერო. ჩემი არქის უარი გამოიწერე და შევხვდებით.